სად დააკავეს რამაზ დევაძე შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელ თარაშ მუგბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ამსახველ ვიდეო მასალას ასაჯაროებს. ეს გადაწყვეტილება უწყება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევაძემ სამინისტროს მაღალჩინოსნების მფარველობით საზღვარი გადაკვეთა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე დააკავეს. რაც ჩანს სარფის საბაჟოზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ მასალაში და რა დოკუმენტს ასაჯაროებს ძალოვანი უწყება ნოდარ ჩაჩუაგი ამბობთ. Ordis ეს ბატონი რიქს არღოს მოქალაქეს გასწევს საკმაოდ არა თავაზე ფიქსება. ეს არ არის საზღვრის ნეიტრალური ზონა, ეს არის საქართველოს მხარეს საპასპორტო კონტროლის ზონა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მედიას პოლიციის თანამშრომლის თარაშ მუგბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის დაკავების ამსახველ ვიდეო მასალას აცნობს. სარფის საბაჟოზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ბრალდებული დევაძე საზღვრის გადაკვეთას. ჩანაწერის მიხედვით დევაძე ქართველი მებაჟეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პასპორტის წარდგენის თანავე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო მასალის გასაჯაროების გადაწყვეტილება მედიაში გასული ინფორმაციის შემდეგ მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა საზღვრის გადაკვეთა მფარველების დახმარებით მოახერხა და იგი ნეიტრალურ ტერიტორიაზე დააკავეს. ბატონი დევაძე ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, ის დაკავებულია და მისი ერთადერთი მფარველი კანონმდებლობის თანახმად არის მისი ადვოკატი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული რამაზ დევაძის ერთადერთი მფარველი ადვოკატი მინისტრის მოადგილის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას ადასტურებს. პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესების დამცველის თქმით, დევაძეს სარფის საბაჟო არ გადაუკვეთავს და იგი ქართველმა სამართალდამცველებმა საზღვარზე საქართველოს მხარეს დააკავეს. Ყოველგვარი მითქმა მოთქმა იმის თაობაზე, რომ თითქოს რამაზ დევაძე დააკავეს ნეიტრალურ ზონაში, იყო ასევე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ის თურქეთში იქნა დაკავებული პოლიციელების მხრიდან, ესეც არ არსებულია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჭორი და პოლიტიკა განიდევნოს უნდა მოცემული სასამართლოს საქმიდან და უნდა დაველოდოთ სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას. დღესვე ვიდეო მასალასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის კვეთის დოკუმენტსაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დევაძეს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა. აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის უმცროსი ინსპექტორი თარაშ მუგბანიანი 27 დეკემბერს ბათუმში შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. 22 წლის პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულად სასამართლომ რამაზ დევაძეს ცნო, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.